რატომ მაინც და მაინც ქანაანის მიწა? ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს სხვაგანაც შეიძლებოდა მიმართულება მიეცა ღმერთს და რაღაცა დაუსახლებელი ადგილი აითვისებინათ, ხო? იქ ხომ ხალხი ცხოვრობს და აი თითქოს ერთ შეხედვით არალოგიკურია, ვიღაცამ შეიძლება ასე დასვას საკითხი. გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქანაანის მიწის გამორჩევა განგებულებით შემთხვევით არ მომხდარა. ეს კურთხევა ებრაელებს კი არ მიეცა, ჯერ კიდევ მამამთავრების ეპოქაში გახმოვანდა აბრაამს, ისააკს, იაკობს, რომ აი თქვენ აქ უნდა დამკვიდრდეთ, თქვენი შთამომავლობა ამ მიწის მფლობელი უნდა გახდეს და ვიმეორებთ იმ ძველ ამბავს, რადგან ჩვენი პირველ მამა იქ არის დაკრძალული, სწორედ გამოხსნის საიდუმლო იქ უნდა აღსრულდეს, ანუ ქანაანის მიწაზე უნდა აღსრულდეს და უფრო მეტადაც დავაკონკრეტოთ. ეკლესიის მამები ასეთ რამეს გვეუბნებიან, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, გრიგოლ ღვთისმეტყველი აგერ ავტორებსაც ვიხსენებ, როდესაც გოლგოთაზე ჯვარი აღიმართა, შემდგომ ეს მოვლენა ხაწერაში გაცოცხლდა და ერთ-ერთი ხატის და არა მარტო ხატის, ჯვრის გამოსახულებაზე ჩვენ ვხედავთ მაცხოვრის ფერხთით თავის ქალას, ხო? ეს თავის ქალა არის ადამიანის თავის ქალა. თუმცა საეკლესიო განმარტოების მიხედვით თურმე მხოლოდ სიმბოლური კი არ არის. აი გოლგოთაზეო, ჩემი ერთ ჩამოთვლილი მამები გვეუბნებიან, დაკრძალული იყო სწორედ პირველ მშობელი და ღმერთმაო თავისი განგებულებით ჯვარცმის საიდუმლოს აღსრულება და სიკვდილი და სისხლის დანხევა იქ განიზრახა, იქ განსაზღვრა, სადაც პირველ მამა დაკრძალულია და აი ამ მოქმედების შედეგად ადამის გამოხსნა, ადამის გათავისუფლება აი ამ ბორკილებისაგან, სულიერი ბორკილებისაგან თუ ჯოჯოხეთის მეუფებისაგან ნიშნავდა იმას, რომ მთელი კაცობრიობა გათავისუფლდა. რატომ? იმიტომ რომ ადამი თავის თავში მთელ კაცობრიობას დაიტევდა, ის არის პირველ მამა, მისგან მოხდა გამფენა ყველა მიმართულებით კაცთა მოდგმისა, ადამის მოდგმისა, ხო? და თვითონ ეს ტერმინი ქართული ადამიანის ამას გვიჩვენებს, ადამის მემკვიდრე, ადამიანის შთამომავალი. აი ამიტომაც ქანაანის მიწა თუ ვიღაცას კითხვა გაუჩნდება, ვინც აი ახლა გვესწრება და ადრე ჩვენ საუბრებთან შეხება არ ქონია.